Lana Rhoades. დავწყოთ ვიდეოს გადაღება. გულგავსოთ. აჰე, დავიწყებ. გამარჯობა, მე ჰიტა ვარ და მე 160 IQ მაქვს. იცით ვინ არის ყველაზე დიდი მატყუარა ამ მსოფლიოში? ისეთ რაღაცებს მოიყვებით ამ ვიდეოში, რასაც ვერ დაიჯერებთ. ამერიკაში ახლახანს იყო პრეზიდენტობის არჩევნები და ლოგან პოლს ტრამპი ყავდა თავის პოდკასტში სტუმრად და თავისი პრაიმი ასვა თანაც ამერიკის დროშიანი. ჯერ კიდევ ბავშვობიდან, ვაინებიდან მოყოლებული, ყველაზე ბევრ ნახვიანი ბავშვი იყო ვაინებზე. Forbes-ი ცნობით იყო ყველაზე შემოსავლიანი იუთუბერი მთელ მსოფლიოში, რამდენიმე წლის განმავლობაში. ქონდა ყველაზე დიდი სკანდალი მთელი YouTube-ის ისტორიაში. იმხელა სკანდალი, რომ თვითონ YouTube-ის დირექტორს მოუწია სიტყვით გამოსვლა ამ YouTuber-თან დაკავშირებით. კრივის კარიერა დაიწყო და პირდაპირ მეივეზერს ეჩხუბა. ასევე არის მსახიობი, ბევრი ფილმის მთავარ როლშია, ასევე ბევრი სერიალის. ასევე თვითონ ყოფილა სცენარისტი და რეჟისორი. ყველაზე დიდი YouTube დრამა რაც კი ყოფილა სხვა YouTuber-თან, ასევე მან შექმნა. ასევე შეიძლება ითქვას, მისი შექმნილია ის ტრენდი, რომ ცნობილი ადამიანები ერთმანეთს რინგზე ეჩხუბებიან. ასევე ქონდა ძალიან შემოსავლიანი და დიდი მუსიკალური კარიერა. როგორც გავრცელებულია ინფორმაცია, მილიონობით ადამიანი დასკამა კრიპტოში. არის ენტერპრენერი და აქვს ბევრი ცნობილი ბიზნესი. მათ შორის ახლა გააკეთა Mr. Beast-თან ერთად ერთ-ერთი. შვარცენეგერთან ერთად ჩაატარა სახეში გაწმის ჩემპიონატი. ახლა გადავიდა WWE-ში და იქაც ისეთი რაღაცების კეთება დაიწყო, რასაც რამდენიმე ადამიანი თუ აკეთებდა მთელი ისტორიის მანძილზე და იქაც ძალიან მაგარია. ასევე თავის მაგათ საჩუქა top 1 პორნსტარი მსოფლიოში. მსოფლიოში აქვს ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მერჩი რაც კი ყოფილა და ასევე პოდკასტი, რომელიც წლის პოდკასტის ნომინაციებს ხშირად იგებს. ასევე LGBTQ+ საზოგადოების ტერი გახდა ერთი პერიოდი, ესე შეირაცხა. ასევე სიტყვით გამოვიდა ბრტყელი დედამიწელების მსოფლიო საერთაშორისო კონფერენციაზე. ასევე არის გინესის რეკორდსმენი, პოკემონ ქარდების ყველაზე ძვირიანის გაყიდვაში. ასევე არის თამაშების პერსონაჟი. ასევე ჰყავს ორეულები და მისი ორეულები ძალიან ფინანსურად შემოსავლიანი ადამიანები არიან, რადგან ლოგან პოლის ორეულები არიან. ასევე არის UFC-ს, ბარსელონას და ბაიერნის სპონსორი. და ეს ადამიანი გენიოსია თუ მატყუარა? თუ რა უნდა საერთოდ. ახლა მე თქვენ გელაპარაკებით ადამიანზე, რომელიც 1995 წელს დაიბადა და 29 წლისაა. თუ თქვენ ახლა 29 წელზე დიდი ხართ, მიხვდებით ეს რა პატარა ასაკია. და თუ 29 წელზე პატარა ხართ, 29 წლამდე გადათვალეთ ეს ყველაფერი, რაც ახლა მე ჩამოთვალე. და მიხვდებით მაინც რამდენად პატარაა ლოგან პოლი იმ ყველაფერთან შედარებით, რასაც აკეთებს და გაუკეთებია. და ამ ვიდეოს მთავარი სათქმელი იქნება, რომ გამოვიტანოთ დასკვნა, ვინ არის სინამდვილეში. და რა უნდა. თქვენ ახლა დაალაიქეთ ვიდეო, მინდა რომ ამ ვიდეოს კონდეს 10,000 ლაიქი, ისეთ საინტერესო რაღაცებს მოგიყვებით, რასაც ვერ დაიჯერებთ და ვიდეოს ბოლოს გეტყვით თუ ამ ვიდეოს 10,000 ლაიქი ექნება, რას გადავიღებ შემდეგს. და თან იმიტომ მივიღებ ამ ვიდეოს, რომ ლოგან პოლს და მის ძმას საქართველოში ასე თუ ისე ყველანაირი აუდიტორია იცნობს. ძირითადად YouTube-დან და სპორტიდან გამომდინარე. და მე ახლა ვეცდები სხვა კუთხით დაგანახოთ ეს ადამიანები. თავიდან უნდა ვთქვათ, რომ ორივე ძმები, ლოგანი და ჯეიკ პოლები იყვნენ ბავშვობაში მოჭიდავეები. ეს შემდეგ ბევრ ამაში გამოადგათ. ერთი ძმა ტაისონს ეჩხუბა, მეორე მეივეზერს. ერთმა გააგრძელა კრივის კარიერა, მეორე WWE-ში გადავიდა. მაგრამ თავიდან სწავლობდა უნივერსიტეტში ინდუსტრიულ ინჟინერიაზე და პარალელურად დაიწყო ვაინების კეთება. გახდა ყველაზე ცნობილი ვაინერი მსოფლიოში, დაანება უნივერსიტეტს თავი და გადავიდა სხვა ვაინერებთან ერთად დიდ ჰოტელ აპარტამენტში საცხოვრებლად. და იქიდან ერთად იღებდნენ ვაინებს. ვაინები, ვისაც არ გახსოვთ, იყო 7 წამიანი ვიდეოები. 2013-14 წლებში დაახლოებით ყველა მაგას უყურებდა მაშინ. და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვაინერი, ასევე გოგო იყო მისი შეყვარებული. ვაინები დაახლოებით 2 წელიწადში მოგვდა და ვაინერობიდან ლოგან პოლი გადავიდა იუთუბერობაზე 2015 წელს. წარმოიდგინეთ, 2015 წელს გააკეთა ვლოგების YouTube არხი და Forbes-ის ინფორმაციით 2017 და 2018 და 2021 წლებში იყო მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი იუთუბერი. 2018-დან 2021-მდე რატომ ჰქონდა პაუზა, ამაზეც ვისაუბრებთ კარგად. თუ სწორად მახსოვს, მან დაუდო საფუძველი პირველად daily vlog-ებს. ცხოვრობდა თავის მეგობრებთან ერთად დიდ ჰაუსში, აკეთებდნენ ბევრ საინტერესო რამეს და YouTube-ზე დებდა ყოველდღე ერთ vlogs, თითქმის 1 წელი. 2018 წელს იყო ყველაზე სწრაფად მზარდი იუთუბერი საერთოდ მსოფლიოში. წარმოიდგინეთ, 20-21 წლის ტიპი YouTube არხს აკეთებს და მსოფლიოში ხდება ყველაზე სწრაფად მზარდი და ყველაზე შემოსავლიანი იუთუბერი 2 წელიწადში. თუმცა მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი, რომელზეც დიდი ალბათობით ხსენიათ უკვე. მაგრამ ძალიან საინტერესოა და მოდი მოვყვები თავიდან ბოლომდე. ერთ-ერთი ვლოგის დროს ლოგან პოლი მოგზაურობდა იაპონიაში, აოკიგაჰარა ფორესტში. ესე ვთქვია, დღეს, რომელიც იაპონელებისთვის ძალიან წმინდა დღეა, რადგან იქ მიდიან ხოლმე თავის მოსაკლავად და თავის მოკლა იაპონელებისთვის ყველაზე ღირსეულ სიკვდილად ითვლება. ამიტომ ბევრი იაპონელი იკლავს თავს. მათთვის ჩვეულებრივი სიკვდილი შეიძლება ითქვას სამარცხვინეობას უტოლდება.
და თავის მოკლა არის ღირსებასთან ასოცირებული, ისე უხეშად რომ ვთქვათ. ამიტომ ის დღეც მათთვის ძალიან წმინდა. ამ დღეში ყოფნის დროს ლოგანმა დაინახა ადამიანი, რომელსაც თავი ჰქონდა მოკლული რამდენიმე ხნის წინ. შეიძლება ითქვას, ისეთი არაფერი უთქვამს და არც დაუცინია და არაფერი მსგავსი, მაგრამ ისეთი კარგი ვაიბით, როგორიცაც ჰქონდა ვლოგი, ეგრე გააგრძელა. მაგრამ ეს ვიდეო როგორც კი დადო, თემ სოფლიოში რაღაცა წესრიგი აირია. შეიძლება ასე გაზვიადებულადაც კი ვთქვა, იმდენი რაღაცა მოხდა. დაიწყო სკანდალი, რომ ლოგან პოლმა მიცვალებულზე იხუმრა და იღადავა და დაცინა. მაშინ Game of Thrones გამოდიოდა და ჰაიპში იყო და Game of Thrones მსახიობები ერთად დადგნენ და ერთხმად დაგმეს ლოგან პოლი. ამერიკელი პოლიტიკოსები, მსახიობები, ჰოლივუდის ვარსკვლავები, სპორტსმენები ყველა ერთხმად გმობდა ლოგან პოლს. იუთუბერები ხო საერთოდ, ანუ იუთუბერებმა ლოგან პოლზე ვიდეოების კეთებით აიწყეს კარიერა და ასეთი ძალიან ბევრი იუთუბერია. ასეულენ იუთუბერები, რომლებიც ლოგან პოლზე იღებენ ვიდეოებს და ეს იმდენად წარმატებულია მათთვის, ლოგან პოლის კრიტიკა. რომ ერთ ვიდეოს კი არ იღებენ ამაზე, მთელი კონტენტი ამაზე აქვს. და ამ იუთუბერებმა დაიწყეს მაშინ აღმოცენება და გამრავალთას ძნენა. დაიწყო მთელ მსოფლიოში ლოგან პოლის დაქენსელება ბოლომდე. თვითონ YouTube-მა წარმოიდგინეთ, შეუწყვიტა მონეტიზაცია. მაღაზიებმა, რომელშიც იყიდებოდა ლოგან პოლის მერჩი, ლოგან პოლის პროდუქცია ამოიღეს. მისმა ყველა სპონსორმა გაუწყვიტა კონტრაქტი. ლოგან პოლის გინება იყო ტრენდი და ბოლოს ეს ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ შეიქმნა საზოგადოება, რომელიც აგროვებდა ხელმოწერებს, რომ ლოგან პოლის არხი წაეშალათ და 720,000 ადამიანმა მოაწერა ხელი. მისი ძმაც ხო იუთუბერია, ჯეიკ პოლი. წარმოიდგინეთ, მისი ძმა საერთოდ არაფერ შუაში იყო. ესე იუთუბერობდა თავისთვის და უცებ მისი ძმის გამო მასაც გაუწყვიტა ყველა კომპანიამ კონტრაქტი. რაც კი ლოგან პოლთან ასოცირდებოდა, ყველაფერს მიწა მიაღარეს. რამდენიმე კვირა არაფერი დაუდია, შემდეგ 3 კვირის შემდეგ ჩაწერა ბოდიშის ვიდეო, $1 მილიონი შესწირა თვითმკვლელთა პრევენციის საზოგადოებას და ამით ნელ-ნელა სცადა რაღაც იმიჯის გამოკეთება. ახლა კიდე ის დამავიწყდა. ლოგან პოლის გამო იაპონიის მთავრობამ ზოგადად მთელი მსოფლიოს იუთუბერებს აუგზავნა იაპონიაში ჩასვლა. და ყველაზე დიდი იუთუბერი ვინც იყო? PewDiePie ოცნებობდა ცოლის მოყვანაზე და იაპონიაში ცხოვრებაზე. და PewDiePie მცველი მოიყვანა და იაპონიაში ვერ გადადიოდა საცხოვრებლად, რადგან იაპონიის მთავრობა არ უშვებდა როგორც იუთუბერს. რამდენიმე წელს ჩავიდა მაინც. ეს იყო ყველაზე დიდი გაქენსელება ადამიანის, რაც კი ყოფილა მთელ მსოფლიოში. თუმცა აქედან დაბრუნდა და ნახოთ ახლა როგორ დაბრუნდა. იუთუბერობის დროს თვითონ იუთუბერობა აიყვანა სხვა ლეველზე. შექმნა daily vlog-ები, როგორც გითხარით. ასევე წერდა სიმღერებს, რომელსაც მილიონობით ნახვა, ასობით მილიონი ნახვა აქვს YouTube-ზეც და ყველა სოციალურ ქსელშიც. სიმღერებით ასევე ძალიან ბევრი ფული იშოვნა და იუთუბერები რო სიმღერებს უნდა წერდნენ, მაგის ერთ-ერთი ავტორიც ლოგან პოლია მაგიდეის. ასევე იუთუბერებს რომ მაგარი მანქანები უნდა ყავდეთ და მანქანები თიფლექსაონ, მაგის ერთ-ერთი თანაავტორიც ლოგან პოლია KSI-სთან ერთად. მანქანაზე გამახსენდა. ერთ-ერთ წინა ვიდეოში რომ გითხარით, მანქანა გამოვიწერეთქო, მაგრამ სანამ არ ჩამომივა არ გეტყვით რა მანქანაა და მარტო იმას გეტყვით რომ 6-დან 0-ზე დიდი ძრავი ექნება თქო. ეგ მანქანა თითქმის ჩამოვიდა და მალე გაჩვენეთ რა მანქანა მყავს. ჩამოიყვანე Lion Auto აუქციონისგან, რომელიც არის ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აუქციონის IAA-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. თუ იმეს გინდათ მანქანის ჩამოყვანა ამერიკიდან, ახლა ძალიან კარგი დროა. შეგიძლიათ გადაიხადოთ მანქანის 40% და დანარჩენ თანხას გადაიხდით მაშინ, როცა მანქანა ჩამოვა, ყოველგვარი დამატებითი პროცენტის გარეშე. ხო და ჩემი მანქანა თუ მოგეწონებათ, რა მოდელიც იქნება. შეიძლება მე და Lion-მა გავაგრძელოთ თანამშრომლობა უფრო გრძელვადიანად. ასევე სიმღერების კარიერასთან და იუთუბერობასთან ერთად იყო ბევრი რაღაცის რეჟისორი, ფილმების და სერიალების, სცენარის ავტორი, მთავარი როლის შემსრულებელი, მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებელი. ასევე სხვა სერიალებშიც მიუღია მონაწილეობა როგორც მსახიობს, რომელიც Fox-ის და HBO-ს პროდუქტი იყო. და ასევე ქონდა თავისი პირადი სერიალი. ასევე დაიწყო ყველაზე დიდი YouTube დრამა, რაც კი ყოფილა მთელ მსოფლიოში, KSI-სთან ერთად. ერთმანეთზე წერდნენ ვიდეოებს და ლანძღავდნენ და აგინებდნენ ერთმანეთს. და ეს ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ბოლოს ორივე შეთანხმდა, რომ უნდა ეჭხუბათ რინგზე, კრივის წესებით. KSI არის ინგლისელი, თვითონ არის ამერიკელი. ორჯერ იჭხუბეს სულ, ერთხელ იჭხუბეს ინგლისში, მეორედ ამერიკაში. ერთმანეთის ტერიტორიაზე. პირველ ჯგუფში გაყიდეს 1,300,000 pay-per-view ბილეთი, 1,300,000 ადამიანმა გადაიხადა ფული, რომ ეყურებინათ ის კონკრეტული ჯგუფი ლაივში. და მეორედ რომ იჭხუბეს, 1,700,000 ადამიანმა გადაიხადა. პირველი ჯგუფი იჭხუბეს ინგლისში 2018 წელს, რომელიც მორჩა ფრე ამდენი ბილეთის გაყიდვის შემდეგ. უნებრივია, როცა ერთმანეთს ამდენი ხანი აგინებდნენ და ლანძღავდნენ. ფრემ არაფერი არ გადაწყვიტა. ამიტომ ფრეს შემდეგ გააგრძელეს ერთმანეთის ლანძღვა-დაგინება და უკვე მეორედ იჭხუბეს ამერიკაში, რომელიც ლოგან პოლმა წააგო. წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელიც ეჭხუბა ერთ იუთუბერს და მასთან ჰქონდა ფრე, მეორეჯერ ეჭხუბა იგივე იუთუბერს და წააგო, მესამე ჯგუფში ეჭხუბება კრივის ყველა დროის GOAT-ს, Floyd Mayweather-ს, The Man-ის, რომელიც შეიძლება ითქვას ცოტა მოხუცია, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თან ეს მატჩი როგორც კრივის პროფესიონალური მატჩი ეგრე არ ფასდება. ისეთი წესებით იჭხუბეს. ის მატჩი არ ფასდებოდა, მაგრამ იქ ლოგან პოლს ნამდვილად არ მოუგია და ბევრი მიმი გაკეთდა იმაზე თუ რა სასაცილოდ გამოიყურებოდა Floyd Mayweather-თან ბრძოლის დროს. Not a lot of technique behind these punches.
ფათაშორის ახლა კიდე 2023-ში იწყება კრივში ჯიუ-ჯიტსუს მებრძოლს, რომელსაც ერთადერთი მატჩი აქვს კრივში, ისიც ლოგან პოლთან და მაშინ მოიგო ლოგან პოლმა პირველად. 4 მატჩი ჰქონდა კრივში, ამ 4 მატჩში ჯამში გამოიმუშავა $100 მილიონამდე. ადამიანმა რომელსაც კრივი არ იცის, კრივით იშოვა $100 მილიონი, ეს მხოლოდ ოფიციალურად. KSI-სთან ეს მრავალწლიანი გინება და შემდეგ კრივის მატჩები ერთმანეთის ტერიტორიაზე დაგვირგვინდა იმით, რომ ორივემ KSI-მ და ლოგან პოლმა შექმნეს სასმელი პრაიმი. პრაიმი იმდენად პოპულარული გახდა, თუ ვინმე სადმე ვიდეო გადაუღია, პრაიმიც აუცილებლად გაუსინჯავს ამ ვიდეოში. და მსოფლიოში, საქართველოშიც მეც გამისინჯავს ერთ ვიდეოში შარშან ალბათ. და თან 18 ლარი ღირდა ერთი ბოთლი. ამ სასმელს დალანჩვიდან ერთ თვეში მხოლოდ ჰქონდა 48 მილიონი პროფიტი. ერთ თვეში. და ლოგან პოლი და KSI გახდნენ UFC სპონსორები. ეს მოახერხეს დაახლოებით 26 წლის ასაკში. UFC-ს შემდეგ დაასპონსორეს ბარსელონა და ბაიერნი. ასევე აქვს ბიზნესის სნექი და სულ ახლახანს KSI-სთან და უკვე მისტერ ბისტი დაიმატეს, ერთად გამოუშვეს Lunch Lee, ესეც ახალი ბიზნესია. ბევრი გენიოსობა გაუკეთებია. მაგალითად, თავის გამომწერებს ეძახდა Logangs, როგორც ლოგანი და გენგი და გამოვიდა Logangi. ასევე როცა YouTube House-ში ცხოვრობდა, თავის სკვადი ყავდა. ლოგანმა და მისმა ძმამ, უბრალოდ ლოგანმა მოიფიქრა და მისმა ძმამაც დააკოპირა. შექმნეს თავისი სკვადები. ხო, იყო თვითონ როგორც YouTuberi. მის ირგვლივ შემოიკრიბა სხვა YouTuberები, რომლებთან ერთადაც ცხოვრობდა, რომლებთან ერთადაც იღებდა ვიდეოებს. ოღონდ იმ YouTuberებს ეჯდა წილში. სამაგერო თვითონ აპიარებდა და როგორც თავის სკვადის წევრი, ეგრე უკეთებდა პრეზენტაციას. და ეს ლოგანის თიმი, ასე ვთქვათ, დაახლოებით არ მახსოვს რამდენი ადამიანი იყო, მაგრამ 10-მდე YouTuberi იყოს დაახლოებით. ქონდა მის ძმასაც, ჯეიკ პოლსაც და ეს ორი თიმი YouTuberების ერთმანეთს რაღაცებში სულ ეჯიბრებოდა და ეჩხუბებოდა. და ეს თიმები იყო ძალიან კრეატიულად შერჩეული. თიმში აუცილებლად იყო ერთი შავკანიანი YouTuberi, ერთი ჯუჯა, ერთი აზიელი, ერთი გოგო, ერთი ისეთი და ერთი ასეთი. რომ ყველანაირი კომუნიტი მთელ დედამიწიდან აეთვისებინა. ასევე ქონდა თავისი მერჩი, რაც YouTuberობა დაიწყო, იმის შემდეგ ყიდა თავის მერჩს. მავერიკი. და მავერიკით მთელი ცხოვრება ტვინ წაიღო. სხვათა შორის WWE-შიც რომ გადავიდა, მავერიკი აქვს ფსევდონიმად. და მავერიკით როგორ შოულობდა ფულს ნახეთ. ამდენად გენიოსობაა. როგორ შოულობდა ერთ შაბათ კვირაში, ერთ ვიკენდზე, მაგალითად $3 მილიონი. 48 საათით დადრობავდა თავის ახალ მერჩს, რომელიც იქნებოდა მხოლოდ იმ შაბათ კვირას და მეჯერ არასოდეს არ გაიყიდებოდა ისეთი. აქ იყიდებოდა მაისურები, რომელიც იწყებოდა საშუალოდ $30-დან, იყო ჰუდები და რაღაცები, რომელიც ადიოდა $120-მდე. საშუალოდ ერთეულის ფასი რომ ყოფილიყო $60, ერთ შაბათკვირას რომ გაიყიდა 50,000 ცალი, ეს უკვე არის $3 მილიონი. 50,000 ცალი ეგზემპლარის გაყიდვა, როცა 15 მილიონი გამომწერი ყავს. არც ისე ძნელია, რადგან დაახლოებით 0.5%-მა გამომწერმაც რო იყიდოს, ეგ უკვე $3 მილიონს ნიშნავს. ძალიან ბევრი სიგიჟე გაუკეთებია. მაგალითად, ჩაატარა სახეში გაწმის ტურნირი, სადაც შვარცნეგერთან ერთად იყო თანაწამყვანი. ეს ტურნირი მის YouTube არხზე ისტრიმებოდა, ასეულს პორნოვარსკვლავების რანკი, ტოპ 1 რანკი ვისაც ჰქონდა, ეგ გოგო მოიყვანა და ვლოგში აჩუქა თავის ძმაგანს. Of Lana Rhodes. Here's a picture of her, the #1 porn star in the world. Lana Rhodes. Here you go, Lana. Can I go? I'm gonna go down, right? Holy shit, man. What's up? და ეს გოგო და ეს მისი ძმაგაცი რამდენიმე თვე ერთად ცხოვრობდნენ ამის შემდეგ. და ეს მისი ძმაგაციც YouTuberია და ისიც ბევრ ვლოგებს იღებს. და ეს პორნოვარსკვლავი იყო მასთან ერთად თითქმის ნახევარი წელი. ასევე ერთ-ერთ ვიდეოში დაბლარა მისი ძმის კომპანიის ლოგო. და მისმა ძმამ შემდეგ პოდკასტში ბოთლი ესროლა, ჩემი კომპანია როგორ დაბლარეო. Yo, f you by the way. Oh my goodness! What is going on? Why'd you blur my logo? Oh, the better logo? Heli ჩემი კემპის დროს, როცა კრივის მატჩისთვის ემზადებოდა და უამრავ ვიდეოს იღებდა, heli ამ დროის განმავლობაში შენი პრაიმით დავდიოდი ყველგან. ესეც რა სიგიჟეა, რომ ვიდეოს რომ იღებ და ესეთი კომპანია რომ გამოჩნდება ვიდეოში, რომელიც შენი ძმისაა და რომ დაბლარავ. ნუ უპასოდ არ გაარეკვა. თუმცა ეს იმით ახსნა, რომ კონკურენტი კომპანია იგივე სფეროდან იყო ჩემი სპონსორიო და არ გამოდიოდა კონტრაქტის მიხედვით. ერთი რამე დაიმახსოვრეთ. ეს ადამიანი სულ ეხვევა უდიდეს შარში და ამ შარის დროს, რომელშიც გაეხვევა, სხვა 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანი იწყობს კარიერას. ლოგან პოლის ლანძღვით, იცით რამდენი YouTube არხი შექმნილა, ან შექმნილი იყო და შემდეგ განვითარებულა. ძალიან ბევრი. მილიონი გამომწერი დაუგროვებია 100-ობით channels. მხოლოდ იმიტომ, რომ ლოგან პოლს ლანძღავს დიდი ხანია. აი მე რო ახლა ლოგან პოლზე ვიღებ ვიდეოს და რაღაცებს ვამბობ. ასე არიან YouTuberები, რომლებმაც ლოგან პოლის ლანძღვით დააგროვეს მილიონი გამომწერი და სულ მაგაზე იღებენ ვიდეოებს. ახლა გეტყვით ერთ-ერთ საინტერესო შარს, კიდე რაცშიც გაიხვია. 2018 წლიდან აქვს პოდკასტი, რომელიც YouTube-ზე გახდა წლის პოდკასტი რამდენჯერმე. ბევრი ჯილდო აქვს როგორც საუკეთესო პოდკასტის ავტორს. ერთხელ იხუმრა თავის პოდკასტში, რომ მოდი ერთი თვით გეები გავხდეთ ყველანიო. ეს ისტორია იცით რატოა საინტერესო? თითქოს ხალხს მოუწოდა, რომ მოდი ერთი თვით გეები გავხდეთო.
და თითქოს LGBT პროპაგანდა გააკეთა. მაგრამ ამის გამო LGBTQ+ საზოგადოება მეორე დღესვე დაიწყო ლოგან პოლის ლანძღვა გინება სასამართლოში უჩივლეს და მთელი რაღაც რესურსი ჩადეს იმაში, რომ ლოგან პოლი გაიქენსელებინათ. ყველაზე დიდ ჰომოფობად და გეების მოძულედ შეირაცხა მთელ მსოფლიოში. იმდენად ბევრი ებრძოლეს, რომ ის ადამიანები, ვინც მართლა გეებს ებრძვიან, იმათმა ლოგან პოლი თავის თანამებრძოლად აიღეს. ანუ კიდევ ერთხელ გავიაზროთ. ადამიანმა თქვა გეები გავხდეთო, ერთი თვითო და ამ საზოგადოებებმა ბრძოლა დაუწყეს, არგუმენტი იყო ასეთი. ლოგან გეი ვერ გახდები თუ არ ხარ დაბადებიდანო. შენი განცხადება გეებს ამცირებს და ხალხს არასწორი შეხედულებებისკენ უბიძგებსო. არასწორ წარმოდგენას უქმნის, რომ თითქოს შეიძლება გეი გახდე. არ და გეი ვერ გახდებიო, თუ არ ხარ დაბადებიდანო. ამის განხილვის სიღრმეებში არ შევიდეთ. ახლა უფრო იმ კუთხით ვსაუბრობ, რომ ერთმა 24 წლის ბიჭმა გეი გახდეთო მაგაზე იხუმრა და თელმა მსოფლიომ ამ ადამიანს ლანძღვა დაიწყო. დაახლოებით იგივე მოხდა იმ იაპონიის დღეზეც. ასევე 2018-დან დაიწყო ბრტყელ დედამიწელებზე ფილმის გადაღება და სანამ ამ ფილმს გადაიღებდა, ყველა ცნობილ ბლოგერს ბრტყელ დედამიწელს ესაუბრა ინტერვიუს სახით. 2018 წლის ბრტყელი დედამიწის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოვიდა სიტყვით. ასევე იფიქრა გინესის რეკორდით ხომ არ დავამყარო და თან ამით ფული ხო არ ვიშოვო და პოკემონ ქარდები, რომლითაც ერთი პერიოდი დანტვინი წაიღო, პოკემონ ქარდები გაყიდა ყველაზე ძვირად, იმდენად ძვირად, რომ გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე ძვირად გაყიდული პოკემონ ქარდი. შემდეგ WWE-ში ხომ გადავიდა, იქ დაიწყო ისეთი ილეთების კეთება, აი ადრე რომ გითხარით, გაითვალისწინეთ მისი მოჭიდავის ბექგრაუნდი, შემდეგ გამოადგილათ ხო. ეგრე გამოადგილა WWE-ში და ისეთი ათლეტურ და ისეთ ილეთებს აკეთებს, რასაც 2-3 ადამიანი თუ აკეთებდა მთელი ისტორიის მანძილზე ამ სფეროში. და ეს სპორტი საინტერესოდ ირჩევს გამარჯვებულებს და ჩემპიონებს. ჩემპიონი ხდება ის ადამიანი, ვინც ყველაზე მეტ მერჩს ყიდის, ვის იმიჯიც ყველაზე მეტად შემოსავლიანია. და ლოგან პოლის იმიჯი ყველაფერში ყოველთვის შემოსავლიანი იყო და ამიტომ ამ სპორტშიც გაამართლა და პლუს თავისმა ფიზიკურმა კონდიციებმაც ძალიან შეუწყეს ხელი. ამიტომ ამ სპორტშიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტარი გახდა, რაც კი ყოფილა მთელი ისტორიის მანძილზე. და WWE 22-ში, 23-ში და 24-ში უკვე პერსონაჟია შეგიძლია აირჩიო. ანუ ლოგან პოლი როგორც ვიდეო თამაშის პერსონაჟი. ასევე ძალიან საინტერესოა ადამიანის სახელად Not Logan Paul. ლოგან პოლის ორეული, რომელსაც მთელი კარიერა აქვს აწყობილი იმაზე, რომ ლოგან პოლს გავს და დაირქვა სახელად Not Logan Paul. Not Logan Paul აკეთებს ისეთ რაღაცებს, რასაც ლოგან პოლი, მაგალითად დადის WWE-ზე. შეიძლება იჩხუბოს ახალ კრივში, ეგეც დაანონსა და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. არსებობს ასევე Not Jake Paul, ლოგან პოლის მის კლონი და Not Logan Paul და Not Jake Paul უკვე არიან ძალიან ცნობილი და წარმატებული ადამიანები თავისი კარიერით სხვადასხვა სფეროში. და კარგი ურთიერთობა აქვთ ორიგინალებთან. ასევე რომ იცოდეთ, ლოგან პოლი, ჯეიკ პოლი, შონ ომალი, ტეკაში 69, ტეკაში 69 ცოტახან დავიწყოთ. ლოგან პოლი, ჯეიკ პოლი და შონ ომალი მეგობრობენ და შონ ომალის კლონით ხომ იცით? Not შონ ომალი, რომელიც ქართველია, რომელიც მერაბთან ერთად გეყოლებათ ნანახი ვიდეოებში. რომელსაც საბა ქვია, ქართველია, ახალ საქართველოშია, დამაგარი კაცია. შავთავთი ახლა, რომელიც მაფიის ფინანსშიც იყოს, გემახსოვრებათ იქიდან. და Not შონ ომალი იცნობს Not ლოგან პოლს და Not ჯეიკ პოლს. და ამ ყველაფერში საინტერესო ის არის, რომ ნოთები აპირებენ ერთად რაღაც საინტერესო აქტივობების გაკეთებას. და აქედან ერთ-ერთი ქართველია. UFC ვისაც გევასებათ, ჯეიკ პოლი და ლოგან პოლი ყველას გეცოდინებათ, იმიტომ რომ ხან მეივეზერს ეჩხუბნენ, ხან მაგრეგორს იწვევენ ჩხუბში, ხან What the fuck is up, you Irish cunt? Good morning, Conor McGregor. I know you're აისონს ეჩხუბნენ და სადღაც გექნებათ შეხება ასე თუ ისე. მაგრამ ეს ძმები ძალიან აღიზიანებს ბევრ UFC-ს მებრძოლს. აგინებენ კონორ მაგრეგორს ვიდეოებში, იწვევენ საჩხუბლად, ასევე დიაზებს, დიაზებს და ძმები დიაზები ყველაზე ბრუტალური ადამიანები არიან ამ სპორტში იყვნენ. ამ სპორტის ლეგენდები და ყველაზე განგსტერი ტიპები, რომლებიც სულ ჯოინტით დადიან და 200 კაცი დაყვებათ. და ეს რატომ არის საინტერესო, ნახეთ? გუშაში მიდიოდა Not Logan Paul და Logan Paul-ს ბევრი აქ ნაგინები დიაზებისთვისაც. და ნეით დიაზმა რომ დაინახა ლოგან პოლი გუშაში მივიდა და მაგრად ცემა, მაგრამ ლოგან პოლი კი არ იყო ის სინამდვილეში, იყო Not Logan Paul და Not Logan Paul-მა რომ დაინახა რომ UFC-ს ლეგენდა ნეით დიაზი მას ცემს, კი არ თქვა რომ უი მე არ ვარ ლოგან პოლი და ამცემო. უფრო შევიდა როლში, ჩაიარა ამ ჩხუბა და Not Logan Paul-მა ნეით დიაზ უჩივა სასამართლოში და 9 მილიონზე მეტი დოლარი აახია. ხოდა ძმები დიაზიდან გამომდინარე, თან გეტყვით რომ ახლა მერაბს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ჩხუბი UFC-ში. Google შემატკივროთ ყველა მუქომაგოთ, გულით ატარებს საქართველოს და საქართველოსთვის იბრძვის, ნამდვილად ხისეული და მაგარი ჩემპიონია. და მის ჩხუბებს შეგვიძლია უყუროთ სეტანტა სპორტზე. სეტანტა ჩემი სპონსორია და ჩემი პერსონალური პრომოკოდით დამიმზადეს, რომელიც არის ძალიან კარგი ფასდაგლებით ჩემი გამომწერებისთვის. ასევე შეიძლება არ იცოდეთ, UFC-ს ყველა დიდი ივენთი არის pay-per-view, ანუ იხდი ყოველ ლაივის ნახვაზე. ამერიკაში თითო ივენთის ნახვა
$100-დან პლუს ღირს. ანუ UFC-ს თუ უყურებ ამერიკაში თვეში ყველაზე მინიმუმ $100 იხდი. საქართველოში სეტანტას აკაუნთი ის $13. კიდე ფასდაკლების პრომოკოდებია და თან UFC-სთან ერთად კიდე ყველა სხვა სპორტია. ამიტომ ქართველებს ძალიან გაგვიმართლა, რომ ესეთი ხელმისაწვდომი საშუალება გვაქვს ამ სპორტზე თვალის დევნების ქართველ ჩემპიონები გვყავს 2 ეხო თვაც სასწაულია. და თან ამ ვიდეოში დაახლოებით ასეთი 3 კოდი დავმალე და თუ შეამჩნევთ და თქვენ სედანდაზე შეიყვანთ, სამთვიანი უფასო აკაუნთი გექნებათ. და თუ ამ ვიდეოს დალაიქებთ, და ჩემ არხს გამოიწერთ, ასეთ საინტერესო რაღაცებს კიდევ ვიზამ ხოლმე ხშირად. ნუ ვინი პოვის და ახლა მოვიდა ის დრო, როცა გეტყვით რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ამ ვიდეოს დაუგროვდება 10,000 ლაიკი. ლოგან პოლი ჩემი აზრით არის გენიოსი და ის დამოკიდებულება რაც თემ სოფლიოს აქვს ამ ადამიანის მიმართ, რომ არის პატარა იუთუბერი განებიურებული ბავშვი, ეგ უბრალოდ არის თანამედროვე გენიოსების იმიჯის ნაწილი ხშირ შემთხვევაში, რადგან მომგებიანია. ლოგან პოლი არის ახლა 29 წლის და თინეიჯერობიდან მაყოლებული თუ რამე გაუკეთებია თემ სოფლიოში, მთლიანად სფერო შეცვალა. ისე განავითარა, რომ საერთოდ სხვა ლეველზე გადავიდა. ყველა სფერო. და ახლა მარტო ამ ვიდეოში ჩამოგითვალეთ ალბათ 10-ზე მეტი სფერო. ასევე მისი ძმა, ჯეიკ პოლი, რომელიც ყველას გონია, რომ იუთუბერი განებიურებული ბავშვია, გარდა UFC-ს ჩემპიონებს თიშავს კრივში და ძალიან წარმატებული სპორტული კარიერა აქვს. მასაც ეგეთი იმიჯი აქვს. და მისი მოწინააღმდეგეებიც ფიქრობენ, რომ UFC-ს ჩემპიონს როგორ მოერევა იუთუბერი ჯეიკ პოლი. თუმცა სინამდვილეში იქამდე მივიდა, რომ ტაისონს ეჩხუბა და მოხუცი ბაბო მაგრად ცემა და რომ მოინდომებიდან გათიშავდა კიდევაც, თუმცა პატივის თემის გამო დაინდო. იუთუბერმა ბავშვმა რინგზე დაინდო ტაისონი. ეგ რეალობა მოვიდა. ხოდა მის მასაც ეგეთი იმიჯი აქვს. ეგეთი იმიჯი აქვს ასევე შონ მომალის, რომელსაც წაუგებელი სერია ჰქონდა, სულ UFC-ში ჩემპიონი იყო, ამათი ძმაკაცია და ისიც უდიდესი სტარია მსოფლიოს მასშტაბით, უბრალოდ არ გამომართლა, რომ მის ზონაში მაინც და მაინც მედაპა გაიჩიტა. ასევე ამათი ძმაკაცია ტეკაში 69 და შონ მომალის ხარზე 69 სტატუს ტეკაშიმ გაუკეთა. და როგორც შონ მომალი UFC-ში და MMA სპორტში თავიდან ბოლომდე არ აღიქმება როგორც სერიოზული ტიპი, თავისი იმიჯიდან გამომდინარე. იმდენ ამის მინახცია უბრალოდ მოუწია სერიოზულად აღქმა, თორე დიდი ხანი ვერ აღიქვეს. ზუსტად ეგრე არის ტეკაშიც ჰიპ-ჰოპში. დაწუნებული ვარ, ვისაც ჰიპ-ჰოპი გიყვართ, თქვენს უმეტესობასაც კი არ ევასება ეს ადამიანი. თუმცა ამ ადამიანმა მოხსნა Instagram-ის რეკორდი ლაივებში. იყო 1 მილიონი და ტეკაშის ლაივში უყურებდა 2 მილიონი ადამიანი. ასევე მოხსნა ემინემის რეკორდი თითქმის თინეიჯერმა ტიპმა და საერთოდ არავინ არ იყო მაშინ. ტეკაშის, რომელიც ამათი ძმაკაცია, ყველაზე დიდი ბანდები ამერიკაში, ქრიფები და ბლადები, ორივე მოსაკლავად დაძდევდნენ. რეპერები, old school და new school, ყველა მოსაკლავად დაძდევდა, ყველა ჩაუშვა. მაგრამ როგორც გითხარით, მოხსნა Instagram-ის რეკორდი ნახვებში. ემინემს გაასრო ნახვებში და პოპულარობაში და მის სიმღერებს პირველ 24 საათში ატვირთვიდან უფრო მეტი ნახვა აქვს, ვიდრე ემინემის ნებისმიერ სიმღერას. და ემინემს რომ გაასწრებ ჰიპ-ჰოპში, ეგ შედეგი უკვე ბევრ ამაზე მეტყველებს. ხოდა, თუ ეს ვიდეო ავა 10,000 ლაიქზე, კიდე გადავიღებ ერთ ასეთი სტილის ვიდეო, სადაც ჯეიკ პოლზე, შონ მომალიზე და ტეკაშის გენიოსობაზე მოგიყვებით. ოღონდ სწორად გაიგეთ, რასაც გულისხმობ. გულისხმობ, რომ ეს ადამიანები არიან გენიოსები, რომლებმაც თავის ერთი შეხედვით არასერიოზული იმიჯის მიღმა, ისეთი მარკეტინგული გენიოსობები ჩაიდინეს, რომელიც ისტორიაში არ ყოფილა საერთოდ. და მიუხედავად იმისა, რომ ტოპ ტიპები არიან ყველაფერში, რასაც აკეთებენ, მაინც ძალიან underrated არიან, რადგან მათი გენიოსობები საკმარისად კარგად არ არის აღქმული, რადგან მომხელა გონია, რომ რაღაც ცისარტყელის თავი აქვს და იუთუბერი ბავშვია და ჩამშვები რეპერია. ჩემი ინვესტირების შედეგი გაჩვენოთ, ბიტკოინის, Google-ის, Nvidia-ს და Apple-ის აქციები ვიყიდი $100. ბიტკოინის ETF-ი ავიდა $100-დან $164.92-ზე. Google-იც გაძვირდა $100-ზე $13. Nvidia-ს ცოტა გვიან ვიყიდე და იგივეა თითქმის. და Apple-ი მაქვს $9 მინუსში, მაგრამ საერთო ჯამში $400-ზე $68 მეტი გამოიმუშავა უკვე კიდვიდან რამდენიმე თვეში. ხოდა ეს პირველი წელი ძალიან ესე ზოგადი დაკვირვების და სწავლის იყო და მაგრამ ძალიან გაყოფილი ვარ მაინც შედეგით. თან მე ამ ყველაფერს გრძელვადიან პერსპექტივაში ვუყურებ და გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ ბევრად უკეთესი შედეგი გვექნება და თან კიდევ სხვა კომპანიებსაც დავიმატებ ნელ-ნელა. რამე ისეთი კომპანია არ მიყიდია, პატარა რო იყოს და დიდად გაზდის პოტენციალი რომ მქონდეს ერთად, ჯერაც მაქვს სულ უდიდესი ბრენდებია. ხოდა კომენტარებში მიშიეთ რამე ეგეთი და ერთ-ერთ კომპანიას რამე პატარას რომელსაც დიდად გაზდის პერსპექტივა აქვს, ეგეცაც დავიმატებდი. და კიდე ჩემითაც აურჩევ რამდენიმეს. მინდა რომ ჩემი სპორტველი გავზარდო. მადლობა TBC კაპიტალს რომ თანამშრომლობ ჩემთან და ინვესტირების სწავლის საშუალება მაქვს თან. მათი პროფესიონალი ანალიტიკოსები მეხმარებიან, რაც ძალიან დიდი პატივია და ფუფუნება. აბა, ველოდები ლაიქებს და მიბაზროთ კიდე.